ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა მიმდინარეობს. რამდენიმე წუთში დეპუტატების კითხვებს შალვა უბგაიძე უპასუხებს. საუბარია მისი და მისი ოჯახის წევრების დევნის და რეპრესიების საქმეზე. კომისიის წევრებმა უკვე განიხილეს შპს ინჟინერიის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე. მოусმინეს ბიზნესმენ თემურ ჭიჭინაძეს და შოთა მაჭარაშვილს. დღესვე კომისიის წევრები იმშელებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. დეტალებს უკვე კესო ქაფეანიძე გვიყვება, ის პარლამენტიდან გვერდება, გისმენთ კესო. სულ ცოტა ხნის წინ დაასრულდა ბიზნესმენისა და ენერგეტიკოსის თეიმურაზ ჭიჭინაძის მოსმენა. ის 90-იანი წლებიდან ფლობდა შპს ჟინერს, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ჟინვალჰეს და ამუშავებდა ჟინვალჰეს და მან მოყვა როგორ მოხდა მისთვის ქონების ჩამორთმევა, მისი ბიზნესის რეკეტი, როგორც ის იხსენებს 2005 წელს, მაშინ როდესაც ის თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის რანგში იყო. ის მას საკრებულოდან გამოსვლის შემდეგ დახვდნენ კეზერაშვილის უწყების თანამშრომლები და ფინანსურ პოლიციაში დაკითხეს. ის რამდენიმე საათიანი დაკითხვა მიმდინარეობდა, რათა მას დაეთმო შპს ჟინერის წილები. ის გახდათ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, როგორც ის იხსენებს, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ხდებოდა ეს პროცესი, როგორც თავად ამბობს, და კეზერაშვილის უწყება იყო ჩართული ამ პროცესში. რამდენიმე საათიანი დაკითხვის დეტალებს იხსენებს ჭიჭინაძე და როგორც ის ამბობს, მას ემუქრებოდნენ სამიშვილი სიცოცხლის ხელყოფით და ასევე დაკავებით, მუქარისა და შანტაჟის სხვადასხვა ფაქტებზე ისაუბრა მან და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი წილების დათმობა სახელმწიფოსთვის. მან გადაუფორმა სახელმწიფოს ქონების მართვის სააგენტოს საკუთარი 28 წლიანი წილი და სწორედ ამის შემდეგ მოხდა შპს ჟინერის გაკოტრება, რასაც მოყვა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება. მერაბიშვილი იყო ეკონომიური კომისიის თავმჯდომარე და იმ დღის შემდეგ დაიწყო სერიოზული შემოტევები უკვე გესზე ხელში ჩასაგდებად. მერაბიშვილმა რამდენჯერმე ჩაატარა კომიტეტის ხდომა, რომ გვაბრალებდნენ, რომ ჟინერი არ იხდიდა საიჯარო ქირას. აქ იყო ესეთი კომპანია პეტერსონ ბენკლაფი, ამერიკაში იურიდიული კომპანია, რომელთანაც თავის დროზე სააკაშვილსაც ჰქონდა შეხება. და მათი მითითება და ის იყო, რომ ენერგეტიკულ ობიექტებს დაპატრონებოდნენ და ჩაეგდოთ ხელში ესენე და პირველი რაც ესეთი მსუყელუკმა იყო, ეს იყო ესეთი გამართული სადგური ჟინერი. იყო იუსაიდიც უმაგრებდა მათ ხარს, იყო ესეთი ემრიხი წარმომადგენელი მათი, რომელიც ესეთი გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად მოხდარიყო, რომ ეს გესი ჩამოერთმიათ. მეაღწიეს ამას თავისთავად, იმიტომ ჯერ იყო ძალისმიერი მეთოდით, როდესაც დამაკავეს მე საკრებულოს წევრი გახდეთ იმ პერიოდში. საკრებულოდან რომ გამოვედი, დამხვდნენ ორი მამაკაცი დამხვდა. თოვესო გავყოლოდი, მე ვარი უთხარი. გაყოლაზე წამოვედი, მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ გამიკეთეს ექსკორტი წინ და უკან. და ესეთი იძულების წესით ჩემი მანქანა მიიყვანეს, მაშინ ნახალოკაში იყო ფინანსური პოლიცია. სადაც უკვე დაიწყო ჩემი დამუშავება. შემიყვანეს რაღაც ოთახში და დაიწყეს დამუშავება, როგორც გითხარით, რომ ჯერ საქმე მანახეს შეთითქმელი რაღაც საქმე მე მიყავი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამიტომ მართვაში როგორც მოგეხსენებათ სამეთვალყურეო საბჭო არ ერევა და რაღაც შეთითქმელი ბრალდება იყო დამიდეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ყოფილა უკვე წარდგენილი, რომელიც მე არ ვიცოდი, რაღაც წყლის ლიცენზიასთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ უნდა დათმოთ შენი წილიო. მოვითხოვე ადვოკატი ვარ იმითხრეს. მოვითხოვე კეზერაშვილთან შეხვედრა, კეზერაშვილი არ იყო საკრებულოს წევრი, მაგრამ იმ პერიოდში სულით მოძრაობდა და მიცნობდა და ვიცნობდი და ისიც დაიმალა. დაიწყო დამუშავება, იქ ხანშვილებს მიხსენებდნენ, ხან სამი ბიჭი მყავს, ხან იმას უნდა დათმო. მიაღწიეს იმას, რომ დავთმეთ ჩვენ წილი რა, დავთმეთ. ემზარმას ბატონმა ემზარმას და მეც.
ვეღარ გაუძლეთ ამ წერილს. ვინ იყო მაშინ ხელმძღვანელი ამ ფინანსური პოლიციის? კეზერაშვილი იყო. ეს პრეზიდენტის დავალებაა და ამ დროს არ ვიცი კიდევ ამბობ რომ ჩემი გულუბრყვილობით არ მეგონა რომ ეს შეიძლებოდა რომ ახლა იქიდან წამოსულიყო. მაგათ ჭირდებოდა 51%. მოგვაწევი ეს კრება. ბოდიში შეგეჭრებით თქვენ რამდენი გქონდათ წილი? მე მქონდა 28%. ბატონ ჩაჩხიანს რაღაც გროვდებოდა სულ ჯამში 40%-ამდე. 51 ჭირდებოდა. ვის სასარგებლოდ დათმეთ? ბატონო? ვის სასარგებლოდ დათმეთ დღის ბოლოს? სახელმწიფო საზღვრების მართვის 13% აქტებოდა თუ არ ვხდები. მოგვაწევი ეს კრება, ეს ვისაც ჰქონდა ეს 13%, მოიყვანეს ნოტარიუსი, ჩაკეტეს კარებები, ვინმე თეაგო არამია იყო კონების მართვიდან, ახალგაზრდა გოგო, ამათაც დააწერიეს, მოაწერიეს ხელი. ამის შემდეგ ჩემ თვალწინ დახიეს ის დადგენილება, რომელთაც მე დაკავებული უნდა ყოფილიყავი. წნეხი ეს იყო მორალური. ეს მორალური წნეხი კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა, როდესაც შვილები გიხსენეს? შვილები და დაჭერა ჩემი. თქვენი დაჭერა იყო მუქარა და შვილებზე თუ დაგემუქრნენ? კი, შვილებსაც. შვილებსაც დავიჭერთო? სამი ბიჭი ხო, ნუ ეხლა რახნის შვილები ხო იცით როგორ ხდებაო, ხო იცით როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა უყო, თუ შეიძლება რაღაც ის აქვს. ეს იყო ძირითადად ესეთი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე რამდენიმე წუთში წარსდგება შალვა ოგბაიძე, რომელიც ისაუბრებს წინა ხელისუფლების პირობებში მასზე და მისი ოჯახის წევრებზე არსებულ რეპრესიასა და ზეწოლის დევნისა და ზეწოლის ფაქტებზე. ასევე დღეს კიდევ რამდენიმე პირს მოусმენენ მამუკა კვარაცხელიას და გიორგი ნემსაძეს, რომლებიც ისაუბრებენ 2007 წელს ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებზე. მადლობა კესო ქაფიანიძე საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აჯამებს განვლილ 6 თვეს 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. საუბრობს ხალხის არჩევანზე, გამარჯვებაზე, პროპაგანდის მარცხზე, ქვეყანაში უცხოურ გავლენებზე, არსებულ პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მმართველი გუნდის მიზნებზე. სკეპტიკოსთა თუ ავის მსურველთა მოლოდინის საპირისპიროდ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა თუ ვინმე დააზიანა და პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა ეს თავად რადიკალური ოპოზიცია, წერს სპიკერი. შალვა პაპუაშვილის შეფასებით საქართველოს როგორც სახელმწიფო მისი მოქალაქეებმა განულ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს, რის გააზრებაც და შეჯამებაც უნდა მოხდეს. ამ თემაზე შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ შოთა. ოქტომბრის არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ შალვა პაპუაშვილი საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს იმ პერიოდს, რომელიც საქართველოში არჩევნების შემდეგ დადგა და ასევე გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში არსებულ ტურბულენტობებზე. საუბრობს პარლამენტის სპიკერის თქმით, მუდმივი გარეჩარევებისა და საქართველოში ოპოზიციის მხრიდან გარელობისტების, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინების გამო არაერთი კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, მათ შორის პოსტსაარჩევნო პერიოდებშიც პაპუაშვილი იხსენებს 2020 წელს თუ როგორ, ასე ვთქვათ, დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ იყო ამ სცენარში ჩართული მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა, რაც შეეხება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებს. პაპუაშვილის თქმით, გამოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებული პარტნიორების ნაწილს რეალურად დემოკრატია და დემოკრატიული პროცესების წახალისება კი არ ჰქონდა მიზნად დასახული, არამედ მიზანი იყო ნებისმიერ პასად შეცვლილიყო საქართველოში ხელისუფლება და ახალი ხელისუფლება ბევრად უფრო მოწყვლადი ყოფილიყო იმ გეოპოლიტიკური ინტერესების მიმართ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო პროცესებს წარმართავს. პაპუაშვილის თქმით, საფრთხეები არც დღეს განერებულა, თუმცა ქართულმა ოცნებამ საზოგადოებასთან ერთად შეძლო ყველა ამ გამოწვევის გადალახვა და ამ ფონზე საქართველო დარჩა კვლავ, ასე ვთქვათ, დასავლურ რადარებზე და მიილტვის საკუთარი მიზნისკენ.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა პირდაპირი მინიშნებები და მუქარა, რომ არჩევნების არასასურველ რეზულტატს მოჰყვებოდა სათანადო სადამსჯელო შედეგები, სანქციები, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაც. დიპლომატიურ წარმომადგენლებთან უნისონში მთელი რიგი ოდიოზური ფიგურები სხვადასხვა დედაქალაქების პარლამენტიდან ბევრად ხისტად და დაჟინებით ზემოქმედებდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რასაც ოპოზიციის კუთვნილი მედია სრულიად ევროპულ პოზიციად გვასაღებდა. საარჩევნო პროცესში ამგვარმა ჩარევამ და რადიკალიზაციამ წარმოშვა სრულიად პოლარიზებული გარემო, სადაც ქვეყნის მოქალაქეები 7 კონსტრუქციულ გარემოში სასურველი პარტიის არჩევის ნაცვლად ჩართული აღმოჩნდნენ სრულიად პოლარიზებულ, აპოლიტიკურად დამუხტულ ვითარებაში, რომელსაც ქვეყნის ბედისწერა უნდა გადაეწყვიტა. ეს ხელოვნური პოლარიზება ხელისუფლებისგან ითხოვდა კარგად გააზრებულ მოქმედებას, ერთი ხელით ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და ეცვა საკუთარი ხედვა და პოზიცია. ელაპარაკა ხალხთან, ხოლო მეორე ხელით უზრუნველყო სამართლიანი გარემო და არჩევნების თანასწორ და გამჭვირვალე პირობებში ჩატარება. ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კამპანიაში გახმიანებული თემა ომის არდაუშვებლობის შესახებ პრაქტიკულად დადასტურდა საარჩევნო პროცესში უცხოეთის პირდაპირი ჩართვით, რომელიც ცალსახად ისახავდა მიზნად ხელისუფლების ცვლილებას. ტაქტიკური გათვლა კი მდგომარეობდა იმ ცრუ მოლოდინზე, რომ ფოჩიანი კანფეტის თუ თაფლაკვერის დაპირებით ქართველი ხალხის უმრავლესობა მოტყუდებოდა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს განუდგებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ 3000 სლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მატარებელი ერი, რომელმაც ისტორიის მიმდინარე ეტაპზე არაერთი მწარე გაკვეთილი იწვნია, ასე ადვილად ანკესზე ვერ წამოეგებოდა. მოსახლეობის სრულად უმრავლესობამ სწორი არჩევანი გააკეთა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დიდ ომში მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას მისცა ხმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხოელ პარტნიორებს მხოლოდ ერთი შედეგი აძლევდათ ხელს, ხელისუფლების ცვლილება. დემოკრატიის განვითარება და წინგადადგმული ნაბიჯი ლიტონი ტერმინი გამოდგა. ამიტომ გვახსოვს არჩევნებიდან 2 დღეში მიღებული მითითებები. იპოვნეთ და მოაგროვეთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და ასევე გვახსოვს სასოწარკვეთილი ოპოზიციის განწირული მცდელობები. ხან ციური 300,000 ზედმეტი ხმა ეპოვნათ და ხან გაჟონვის მითი გამოეგონებინათ. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ხელით პირდაპირ უბიძგეს ბოიკოტის გამოცხადებისა და დაუმორჩილებლობისკენ. ჩვენ დავინახეთ უცხოური შანტაჟის გაგრძელების მკაფიო სცენარი. ოპოზიციის მხარდაჭერა, დიპლომატიური წარმომადგენლების დუმილი, ბოიკოტი, დისტანცირება, კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების მორყევა და ისეთი ჩუმი კრიზისის შექმნა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ტყუილთან კომპრომისის საჭიროებას წარმოშობდა. მე-11 მოწვევის პარლამენტის გახსნიდან 2 დღეში უკმაყოფილო უცხოეთის მხრიდან დემარშისა და მტრული განწყობის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ შანტაჟის რეჟიმში ყოფნაზე უარი თქვა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ ქვეყანა არ ჩადგებოდა მდგომარეობაში, როდესაც მისი პოლიტიკა უნდა დაექვემდებაროს გარე მითითებებს, ხოლო მითითებების არ შესრულების შემთხვევაში შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოყენებული იქნებოდა თაფლაკვერების ვერ მიღება, შიდა არეულობის ინსპირირება და სხვა მსგავსი იარაღი. ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის უმრავლესობის ნებაზე დაყრდნობით თვალი გაუსწორა შექმნილ ვითარებას და გარეჩარევას სათანადო პასუხი გასცა. პაპუაშვილის პოსტში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლას და დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შეცვლილ გარკვეულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, თუმცა პარლამენტის სპიკერი კვლავ რიტორიკულ კითხვას სვავს, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ერთ-ერთი მთავარი მიზნის განხორციელებას წარმატებით, ეს არის ეგრეთ წოდებული Deep State-ის დამარცხება, რაზეც პირდაპირ იქნება დამოკიდებული პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაურევლობის წინაპირობა. შალვა პაპუაშვილის აზრით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ფონზე რა გადაწყვეტილებებს მიიღებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მოხდება თუ არა მსოფლიოში USAID-ისა და NED-ის ჩანაცვლება სხვა იდენტური საქმიანობით, ასე ვთქვათ, დატვირთული ორგანიზაციებით თუ შეიცვლება ზოგადად ეს მიდგომა. პაპუაშვილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე საუბრობს, ეს არის მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის აზრით კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ეგრეთ წოდებულ უცხოურ გავლენებს და ამავდროულად ამ გავლენების გამტარ ოპოზიციას საქართველოში.
გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა. არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულიად ჰქონდა ანთებული. სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგებად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რბილ ძალად მონათული USAID-სა და NED-ის გამოყენებით. USAID-ის როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები. სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ. არჩევნებიდან 6 თვის თავზე ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებს და მათ დღის წესრიგს. ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს. ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია. ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ქართული ოცნებაა. შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინება შედეგი ვერ გამოიღო. საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე. მისი კარი ღიაა. ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად. სწორედ მართვა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილება ეს მხოლოდ საშუალებებია. მთავარი ამ პროცესში სამშობლოს უდიდესი და უპირობო სიყვარულია. ქართული ოპოზიცია სამწუხაროდ ამ უცხო გლობალური ინტერესების ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილად ქართულ მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა. ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით. საკმაოდ ვრცელი პოსტი შალვა პაპუაშვილმა საქართველოს უახლესი ისტორიის გამოწვევებსა და მიზნებზე დაახლოებით 1 საათის წინ გამოაქვეყნა პარლამენტის სპიკერი. კიდევ ერთხელ ამბობს იმას, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და გავლენების მცდელობისა, მე-11 მოწვევის პარლამენტმა მუშაობის დაწყებიდან 6 თვის თავზე ყველა სტრატეგიული ამოცანის შესრულება შეძლო. მადლობა ჩოთა პალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთი რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ერევანში ჩავა. მიხეილ ყაველაშვილს მისი სომეხი კოლეგა ვახგან ხაჩატურიანი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვდება ასევე სომხეთის პრემიერს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს. ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ახალ რეგლამენტს ადგენს. მმართველი გუნდის ინიციატივით უქმდება მინისტრის საათი და ურმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა. საკანონმდებლო ორგანო საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს არადგენს, რომელსაც სპიკერი და კომიტეტები ერთობლივად შეიმუშავებენ. ახლებურად ყალიბდება ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. მინისტრის საათი იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სრულყოფილი ანგარიში მიგვეღო სამინისტროების მხრიდან და ეხლა ისინი ინტერპელაცია, რომელიც განსაკუთრებულ კითხვებს გულისხმობს და მხოლოდ შეზღუდულს, ვერ ჩაანაცვლებს, რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულებას თავრობის ამ ფორმით და უბრალოდ აღარც უნდათ რომ შეაწუხონ მინისტრები დამატებით. ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას, ნაკლები ბიუროკრატია იქნება და ყველგან სადაც ნაკლები არის ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური არის სამუშაო პროცესი. იქ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გამოვყოფთ, მაგალითად იმას, რომ მოქალაქეს თავისი, ასე ვთქვათ, იდეით, ინიციატივით შეუძლია უკვე მიმართოს არა კომიტეტს, არამედ უშუალოდ დეპუტატს. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინტერპელაცია ფაქტობრივად გაორმაგდება.
ყრილობა გორში არსებული ინფორმაციით სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, მისი მამა კი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით დაჭრილი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით ბრალდებულიც და დაზარალებულის დიდი ხნის ნაცნობები არიან და წლებია სავაჭრო ცენტრში მაღაზიებს ფლობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხრით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაპირისპირება მომხდარა და ესროლა. მამას შვილი გამოესარჩა, შვილსაც ესე შვილი დაღუპულა. თანამშრომლები არიან, მაგრამ არაფერი არ მომხდარა მანამდე არ ვიცი. არ ვიცი მართლა, მეტი არაფერი არ ვიცი. გავინახე ბევრი მანქანები აქ, მეგონა ავარია. და რო შემოვედი, რომ გავიგე, მკვლელობა მოხდაო. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მახლობლად, სადაც ოკუპანტებმა მართვადი ბომბები გამოიყენეს. დანგრეულია სასწავლო დაწესებულება. დაღუპულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია 7 სახლი. შეტევა იყო დონეცკის ოლქზეც. კონსტანტინოვკაზე იერიში რუსეთმა საავიაციო ბომბებით მიიტანა. დაიღუპა 3 ადამიანი, დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი და კერძო მეურნეობა. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს, რათა შესაძლებელი გახდეს დიპლომატიური პროცესი. რუსეთზე ზეწოლა კი აუცილებელია. Украинки сегодня было в ЖЭКе. ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ოპერაციებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. ჩვენ ვრჩებით რუსეთის ტერიტორიაზე პოზიციებს იმისთვის ვინარჩუნებთ, რომ სათანადო დიპლომატიისთვის ყველა შესაძლებლობა უზრუნველყოთ. ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსეთის არმია ნამდვილად ემზადება ცეცხლის შეწყვეტისთვის. პირიქით, აღდგომის შემდეგ ოკუპანტმა განაახლა მისთვის დამახასიათებელი თავდასხმები. რუსეთი ცდილობს მსოფლიოს მოტყუებას, რომ კიდევ უფრო გაახანგრძლიოს ეს ომი. ამიტომ ზეწოლა გჭირდება. ეს აუცილებელია, რომ რუსებმა გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი ომის შესაჩერებლად. ვატიკანსა და რომში შეხვედრებმა დაადასტურა, რომ ჩვენი პარტნიორები ხვდებიან იმას თუ რა ხდება. ლავროსა და რუბიოს შორის მორგის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელა. რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის საკვანძო ასპექტებზე პროდუქტიული აზრთა გაცვლა გაგრძელდა. ყურადღება დაეთმო უკრაინის კრიზისს ასევე განიხილეს საერთაშორისო საკითხები, ნათქვამია განცხადებაში. გუშინ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი მოლაპარაკებების პროცესს დატოვებს. შტატები გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ეს სწრაფად უნდა მოხდეს, თუ ძალის ხმევა შედეგს არ მოგცემს, ჩვენი დროისა და რესურსების დათმობას ვერ გავაგრძელებთ. ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გადავწყვეტ, არის თუ არა ეს საქმე, რომელშიც აღარ გსურს მონაწილეობა და ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის დროა. ტრამპი ფიქრობს, რომ ზელენსკი მზადაა ომის შეჩერების სანაცვლოდ ყირიმი დათმოს. განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები უახლოეს დღეებში გაირკვევა. მან მოუწოდა პუტინს შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას. ნახოთ რა მოხდება უახლოეს დღეებში. სავარაუდოდ ბევრი რამ გაირკვევა. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშები განხორციელდა. მინდა პუტინმა სროლა შეწყვიტოს, მოლაპარაკებებისთვის მაგიდასთან დაჯდეს და შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ზელენსკისთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ გარიგების დადება სურს. ვთვლი, რომ მზადაა ყირიმი დათმოს, ეს 12 წლის წინ მოხდა. პრეზიდენტ ობამას დროს მათ ეს ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე დათმეს. მე ამაში ჩავერთე, რომ პრობლემა მომეგვარებინა. ფხენიანმა პირველად დაადასტურა, რომ მათი ჯარი კურსკის ოლქში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ სამხედროების გაგზავნა ფხენიანსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც პუტინმა და უმცროსმა კიმ ჩენ ინმა შარშან მოაწერეს ხელი. ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელები ომში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ. საუბარია 14,000 სამხედროზე. მსხვერპლი გაზრდილია ირანში. სპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია 1200. ნიუ-იორკ ტაიმსის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსიდან მოიპოვა ინფორმაცია, რომ ნავსადგურში ნატრიუმის პერქლორატი აფეთქდა. ნივთიერება, რომელიც ბალისტიკური რაკეტების მყარი საწვავის შემადგენლობაშია. ოფიციალური თეირანი ინფორმაციას უარყოფს, აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი. რეგიონში შეჩერდა სასწავლო პროცესი, გაუქმდა საჯარო ღონისძიებები.
ახლა აღმოსავლეთში ცეცხლი არ წყდება. ბოლო 2 დღის განმავლობაში ღაზაში ცახალის იერიშებს 70 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. მედია წერს, რომ კონფლიქტის ზონაში მოსახლეობას შიმშილი ემუქრება, რადგან პალესტინურ ანკლავს მეორე კვირაა არ მიეწოდება ჰუმანიტარული დახმარება. ყატარის პრემიერის განცხადებით ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია. შეერთებული შტატების ავიაციო იერიშებს 68 ადამიანი ემსხვერპლა იემენში, დაჭრილია 47. მედიის ინფორმაციით დარტყმა მიგრანტების ბანაკის ტერიტორიაზე განხორციელდა. ამერიკელმა სამხედროებმა კვირას განაცხადეს, რომ მარტის შუა რიცხვებიდან იემენში ჰუსიტების 800-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს და მოკლეს რადიკალური დაჯგუფების ასობით წევრი, მათ შორის ლიდერები. ოპერაცია მიზნად ისახავს წითელ ზღვაში გემებზე ტერორისტების თავდასხმების შეჩერებას. 11-მდე გაიზარდა მსხვერპლი ვანკუვერში. ავტომობილი ხალხში გუშინ შევარდა, დაშავებულია 20-ზე მეტი. მძღოლი დაკავებულია, შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიანიჭეს. წინასწარ ინფორმაციით 30 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მიმდინარეობს გამოძიება. კანადა სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს. მესამე დღე ასწავლა არ წყდება პაკისტანი ინდოეთის საზღვარზე. მხარებმა ერთმანეთს ცეცხლი 2 რეგიონში სასაზღვრო ხაზზე გაუხსნეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინდოეთსა და პაკისტანს შორის მორიგი დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქაშმირის პროვინციაში შეერაღებულმა დაჯგუფებამ 26 ადამიანი მოკლა. ხუთი მედლი დაასულა ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი. ქართველმა სპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე პოდოგრიცაში 3 ოქრო და 2 ვერცხლის medali მოიპოვეს. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ. ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილიც. ვერცხლის მედლები აიღეს ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა. საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა შერეულ გუნდურ ტურნირშიც. საქართველოს სპორტის მინისტრს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად ევროპის ძიუდოს კავშირის დროშა გადაეცა. დღეს გუნდური ჩემპიონატი იყო და ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ გამარჯვებით დავასრულეთ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ტურნირს, ძალიან კარგად ჩატარდა საქართველოს ნაკრებისთვის იმ მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და გავდავართ ხელ უფრო სერიოზულ მზადებაზე მსოფლიო ჩემპიონატზე. მარტო ჩემი გამარჯვება არ იყო, ეს საქართველოს გამარჯვება და ყველანაირად მოვიკრიბე ძალა და მოვაპოვებინე ოქროს მედალი. გასულდა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. მინდა მიულოცოთ თითოეულ მათგანს წარმატებული ასპარეზობა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. როგორც მოგეხსენებათ, 2026 წელს თბილისი უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელსაც ჩვენი ნაკრები წარმატებით იასპარეზებს და არაერთ გამარჯვებას აჩუქებს ქართულ გულშემატკივარს. ფულადი ჯილდო ევროპისა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონს ძიუდოში. რუსთავის მერი და ქალაქის დელეგატი პარლამენტში მონტენეგროდან დაბრუნებულ 21 წლის გიორგი სარდალაშვილს შეხვდნენ და 10,000 ლარი გადასცეს. სარდალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსი სპორტსმენი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიამატა. ჩემს ქალაქში ვარ პირველი ევროპის ჩემპიონი ქალაქ რუსთავიდან და ასევე მსოფლიოს ჩემპიონიც და მთლიანად საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ეს ორი ტიტული მოიგო და ძალიან სასიხარულოა, რადგან ვახარებ ჩემს ქალაქს, ქართველებს და მიფასდება ჩემი შრომა. გიორგი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელმაც ჯერ მსოფლიო ახლა კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. დღეს შევხვდით, მიულოცეთ, დიდოული რუსთაველი ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელიც მას აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის. გიორგი სარდალაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან წარმატებული რუსთაველი სპორტსმენია, რომელმაც არამხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა წარმატებები. მე ვიცი ზუსტად და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ ახალი წარმატებები ელისმას და ჩვენის მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოთ როგორც გიორგის, ისე ნებისმიერ ქართველ სპორტსმენს. დღეს სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებად 3 საათამდე.